ქართული ტევის ერთგული მაყურებლებო, ჩვენ წარვდექით, როგორც ყოველთვის კვირაში ერთად პროექტით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ, როგორც ყოველთვის შინაარსიანი პრობლემატური და ესეთი თემები იქნება. სტრატეგიული იდეებზე შევესწრებით თქვენ სამჟღავნოზე გამოვიდეთ და ამით გარკვეული ახალი სააზროვნო და სამოქმედო სივრცე გავხსნათ აი ამ ასე ვთქვათ სიკვდილის ჭალაში შეიძლება ითქვა, სადაც სამწუხაროდ ვიმყოფებით. ბატონ ეთემო შანშიაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ბატონ ეთემო, გამარჯვებისთვის. ერთი წლის წინ ვიყავით ამ პროექტში, თორე ესე ხშირად ავართ. თქვენ უფრო ხშირად პარტიჟებთ. სამნიშნელობად მათემატიკას ვარამაეს. და მინდა რომ თქვენი ხედვებით, გამოცდილებით, ადამიანურობით, უდიდესი გამოცდილებით, გარკვეულწილად აი ამ ახალი სივრცეების ათვისებას ხელი შეუწყოთ. ყოველ შემთხვევაში არ ჩავხერგოთ ზოგიერთებივით, როგორც ასეთი. დღესაც ახალი სიურპრიზი იყო, მოგეხსენებათ, რომ რაღაც BBC-მ გამოაქვეყნა შემაშფოთებელი მასალები, ჟურნალისტების ერთწლიანი გამოკვლევა, რომ ხალხი მიტინგებზე რო იწამლებოდა, როგორც ასეთი და რაღაც მრავალ ჯგუფს დაეყრდნოდა, გარკვეულწილად მოკლედ ვიტყვით ორი ამას შორს აგვიყვანს. საქმე ეხება აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც წყარში არის შერეული და მისი გამოყენება 1930 წლიდან, როდესაც საფრანგეთმა გამოიყენა გერმანიის წინააღმდეგ ომში, იმის შემდეგ საერთოდ აკრძალულია და პასუხისმგებელია ეს ქვეყანა ჯგუფი თუ პერსონა, რომელიც ამას გამოიყენებს. საერთაშორისო ნორმებით არის ვერტოდადებული და აკრძალული და გარკვეულწილად რაღაც ახალი სიურპრიზის წინაშე ვდგევართ, როგორც ასეთი. სამწუხაროდ ნახოთ რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. ფაქტია, რომ იზაბება ვითარება ეს გეოპოლიტიკური თამაშებია, დარწმუნებული ვარ და არა მხოლოდ რაღაც არქეული ეპიზოდური შემთხვევები. ამის გარდა ბატონ თემო მინდა თქვენ უშუალოდ ერთ შეკრებაზე მინდა თქვენ მოგმართოთ, ჯერ აქედან დავიწყოთ რა, ახლა ერთი წელი გავიდა 1925 წლის 28 ნოემბრიდან, ხო? გუშინ წინ იყო ერთი წელი გავიდა და მრავალათასიანი მიტინგი უპასუხა მას. მაშინაც ხალხმა ეს მოგეხსენებათ, როდესაც ყობახეთზე გამოაცხადა, რომ წყვეტდნენ ევროკავშირთან ასე ვთქვათ ურთიერთობას 2 თუ 3 წელი და შემდგომ ამას მოყვა ხალხის რეაქცია და ხალხის რეაქცია ნიშანდობლივია. პოლიტიკური პარტიების ბოიკოტს კი არ მოყვა, რომლებიც ითხოვდნენ, რომ არასამართლიანად ჩატარდა ეს. ძალიან უნიშნელო ხალხი გამოვიდა, მოგეხსენებათ და აქედე 100,000-ობით ხალხი გამოვიდა, ამას მოყვა ხელისუფლების დარბევა, მათი სადისტურად, ყოველგვარი ნორმების ასე ვთქვათ უგულებელყოფით. და ამან დღესაც გამოიწვია რეზონანსი და ამ სცენარით შეიძლება ითქვას, რომ გინესის რეკორდებში შევიდა საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო სამოქალაქო თავდადება გამოხატა და გუშინ წინაც გახდით ჩვენს და ჩემი თვალით ვიხილეთ ეს პროტესტის ასე ვთქვათ დოზა. თუმცა კითხვის ნიშნები ბევრია, რა თქმა უნდა. ის რომ სწორი პოლიტიკური კალაპოჩი ეს ვერ ჩაედენება და კონცენტრირება ვერ ხდება, ეს ფაქტია, როგორც მათ შორის პოლიტიკოსების და ეს ხელმოწარულების და ესენი ხვდებიან ამას სხვათა შორის და აღიარებენ და გვინდა ამ თემაზე ვილაპარაკოთ და საერთო ხედვა და საერთო და ეს რაც უნივერსალურ ქართულ ფასეულობას და სახელმწიფოებრიობას ეყრდნობა კრიზისიდან გამოსასვლელად თქვენი ხედვა ძალიან საინტერესოა და გითხოვთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ხარითაც დაიწყეთ თქვენ ბატონ თენგის იმას მინდა შევეხო, რომ აი BBC-მ გამოაქვეყნა. ტრაგედია იმაშია, რომ ამ ხელისუფლებამ შეძლო, რომ ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ ევროპა ჩვენი მტერია. კი, უპირველესი. ეს ისეთი ყველაზე ტრაგიკული რაც არის ქვეყნისთვის არის ეს დღეს, რომ ამ ხელისუფლებამ შეძლო ეს. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დააკვირდით, ახლა დღეს არა, მაგრამ მე ამ დღეებში ვაპირებ, რომ ეს პატარა მონაკვეთები გამოვიტანო, რომ სადაც ამბობს, როდესაც სააკაშვილს ებრძოდნენ, რომ სააკაშვილმა ფეხ-ფეხ გათელა ევროპული ღირებულება, ფასეულობები. ესე იყო. ესე იგი, ამიტომ ეს უნდა გადავაგდოთ.
დღეს როცა ებრძვიან მას იგივე იმისთვის რომ ევროპას პრაქტიკულად დაუპირისპირდნენ, არათუ დაუპირისპირდნენ. ანუ ევროპა აჩვენეს აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ ვიდრე თვითონ. ყველაზე დიდი მტერია, ბატონო. ყველაზე დიდი მტერი ევროპა, ამერიკა და ყველაზე დიდი მეგობრები არიან, ვისაც არ ეხებიან, ეს არის თქვათ ირანი, ეს არის არაბეთი, ეს არის რუსეთი, ეს არის ინდოეთი, ეს არის ჩინეთი, ეს არის თურქეთი, ამაზე ხმას რა არ არის. ვინ ამბობს რომ იმათ მტერი უწოდოთ, მაგრამ ისინი რატო ევროპა და ამერიკა მტერი რომ შეიძლება ეს ამას ეგუებოდეს მე კიდევ უფრო მეტი იმით მგონია რომ აი ხალხი ამას რომ ეგუებით ჩვენ ეს არის უკვე იმის ნიშანი რომ ჩვენ ბრბოსროლში ვართ რეალობა არის საშიში საშიში ბატონო ეხლა რა შეიძლება აი როდესაც თქვენ საუბრობთ აი ქუჩაში ვინ დგას ქუჩაში პირველ რიგში მოდი ვთქვათ ვინ დადგა ერთი წლის წინ ქუჩაში სწორად ბრძანეთ გეთანხმებით რომ ესენი არ იყვნენ ადამიანები რომლებიც არჩევნების გამო მოვიდნენ ესენი შეშფოთებული მოვიდნენ იმის გამო რომ ევროპისადმი ეს დამოკიდებულება იყო მიუღებელი მეც მაშინ მიმაჩნდა რომ ყოჩა ხალხს მე ვამბობდი რომ გამოვიდა ქუჩაში და იმ ხალხმა ვინც მაშინ დადგა ქუჩაში ძალიან დიდი როლი შეასრულა და ეს პროტესტი არ დაკარგულა ის შეიძლება ქუჩაში არ დგას მაგრამ მოდი გავაანალიზოთ ვინ დადგა თუნდაც მაშინაც ქუჩაში 99% ის ხალხი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიზნესმენიშვილს. მინიმუმს ვამბობ მე 95 ზემოთ იყო ყოველ შემთხვევაში, ხო? კარგით. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ ბატონ ბიზნესს, რომ არ გინდა ამ გზით ნუ მიდიხარ, ვინც ბატონმა ბიზნესა მიიწვია და ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ამ ხალხსია ქვეყნის მომავალი. რეალობა ეგ იყო, რა. აი დღეს მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ის პირველად ვინც გამოვიდა ერთი წლის წინ ძალიან ბევრი იმედგასრუებულია ბევრი რამის გამო იმიტომ რომ იმათ დაინახეს რომ ხელისუფლება მიიღო თითქოს კანონი რომ გარედან ფინანსირება შეზღუდულიყო ჩვენი პოზიცია რა იყო ჩვენი პოზიცია რა იყო მაშინ რომ გაკონტროლებულიყო გარედან შემოსული ფულიც და გაკონტროლებულიყო ბიზნეს ფულიც და გაკონტროლებულიყო ბიუჯეტის ფული როგორი ხარჯებოდა ამჭერო არის და დიახ სწორი პოზიცია იყო არა მარტო ის რომ თქვათ ხელისუფლებას უნდა რომ ოპოზიციის ფული აკონტროლებინა და ოპოზიციას უნდა ხელისუფლების ჩვენ ვამბობდით რომ ორივე და ეს უნდა აკონტროლოს ხალხმა მაგრამ ეს არ დაიზიარეს მაგრამ უფრო უარესი რაც მინდა გითხრათ რომ ესე იგი ჩემი აზრით არ ვიცი თუ მე ვწდები რა მაყურებელია და განსაჯებთ ანუ აქ ხელისუფლებამ ხომ იყო კანონი რომ აი გარედან შემოსული ფული გაკონტროლოს არ აინტერესებს მისი კონტროლი მან შეასრულა თავის ფუნქცია მას არ აწყობს რომ ფული არ შემოვიდეს და ეს აქტივობა არ იყოს იმიტომ ის აქტივობა რომელიც დღეს არის და ვინც ფულს იღებს ეს უჭირავს ხელში ხელისუფლებას და ეუბნება მოსახლეობას აი ხედავთ ესენი გარედან იღებენ ფულს და არა და მინიმუმ ჩვენზე უარესები არიან ხო და ჩვენზე უარესები არიან გეთახმებით მინიმუმ კი ბატონო ამიტომ შეხედეთ ახლა თვითონ ამბობს რომ მე ჩემ ფულს არ გაკონტროლებიებ და არ თქვენ ფულს არ გაკონტროლებ გადაწყვეტილება ხომ მივიღე არ გაკონტროლებ მე არ მაწყობს ახალი ჭკვიანი ძალის შემოსვლა ასპარეზზე მე არ დაუშვებ ამას მე მაწყობს ირბინეთ იყვირეთ ვილაპარაკებ რომ თქვენ ევროპიდან დაფინანსებულები ხარ ფულს იქედან იღებთ როცა დამჭირდება დაგიდებთ დოკუმენტებს როცა ეს იქნება როცა მე დავინდა დაგიჭერთ როცა გინდა გამოგიშვებთ როცა მინდა მე არ მეგონა რომ თუ ასე საქართველოში ვცხოვრობთ უცბელად პრობლემია ეხლა აი მოდით გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და აი ნახეთ თქვენ გადაცემაში არის საქართველოს გუშინ დღეს ხვალ ესე იგი ჩვენი ამოცანა მეცნიერთა კონგრესის არის ხვალ როგორი იქნება საქართველოს ჩვენ მუშაობთ ამაზე ხო მაგრამ არსებობს ერთი კარგი განმონათქვამი თუ წარსულის ანალიზი ვერ აკეთებ ან არ აკეთებ წარსულში ცხოვრობ და თუ წარსულს უარყოფ წარსულში ცხოვრობ ვინ წარსულის ანალიზს აკეთებს სწორად იგი ცხოვრობს მომავალში ჩვენ ვერ შევძელით ვერასდროს წარსულის ანალიზი გავიკეთებია და პირდაპირ კავშირი დაგვიმყარებია ლაპარაკია მტრები მტრებს ეძახდნენ მიხეილ ჯავახიშვილს მტრებს ეძახდნენ ტიციან ტაბიძეს და დღეს თაცმინდაზია უამრავი ის ადამიანი რომელსაც მტრებს ეძახდნენ რა კაცმა არ იცის მე ამიტომ ამბობ რომ ხელისუფლება იჭერს და ხელისუფლება ასამართლებს მაგრამ დრო ამ ხელისუფლებას ასამართლებს ამ ხელისუფლებას დრო რო გაასამართლებს ჩვენთვის იქნება დიდი სილის გაცმა ვინც ფეხზე ვდგევართ იმიტომ რომ მომავალი იტყვის იმას რომ ასეთი სიბნელე ქართულ პოლიტიკაში არათუ ესე იგი რომ საიჭვო რომ იყო არ ყოფილა
რეალურად. და რატო დაუშვით ეს? ხო და ამიტომ მათ შორის დამოუკიდებლობის აკზე ხელის მომწერება. კი ბატონო, გეთანხმებით და კონსტიტუციაზე ხელის მომწერება. ხელში რო ხო ყველაფერი გადაიხაზა ბატონო თენგის თქვენ ახსენეთ. გადაიხაზა დავით აღმაშენებელმა რაც გააკეთა ისიც. გადაიხაზა იმიტომ რომ ვერ აღნიშნეთ ვერც დავით აღმაშენებლის 950 წლისთავი და ვერც დიდგორის 900 წლისთავი. ვერ აღნიშნეთ შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. ესე იგი, გადაიხაზა რაც ჩვენ მივიღეთ, აი მაშინ პარლამენტში რო ვიყავით და ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აქტს, ჩვენ სხვა რამეს მოვაწერეთ ხელი. ყველაზე მეტად ვისაც გადაუარეს სწორედ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს. პარლამენტში ვერ შევდივართ ჩვენ, პარლამენტში ვერ შევდივართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოების დაფუძნებლის სათავეებთან ვინც ადგას ბატონო თემო. ბატონო და პარლამენტში რო შევიდეთ დღეს, ვიღაც ესე იგი მილიონერ დეპუტატს უნდა დაურეკო 51-ია ეს. 51 ცოტა მეტია ისინი და უნდა დაურეკო და უნდა უთხრა თუ კაცი ხარ ესე იგი ჩამიწვე რა ჩამიწვე რომ შემოვიდე პარლამენტში. არავით არის სურვილი არ მაქვს რომ მეუბნებიან იმის რომ ჩვენ ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აქტს ხო შიმშილში მოვდა 90% ვინც წავიდა. დარჩა ძალიან ცოტა და შიმშილში ხდება კიდე აი იქაც 90% რა გაჯერე თუ არა. აი მაშინ როდესაც ზოგიერთი გადახვეწელია. კი ბატონო ევროპული ღირებულება რა არის? აი რომ ლაპარაკობენ ჩვენ ევროპული ფასეულობა და ამერიკული ფასეულობა იყო ის რომ ამერიკის კონსტიტუციაზე ხელის მომწერნი და დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი, დეკლარაციაზე ხელის მომწერნი $1 მეც იღებდნენ სიცოცხლის ბოლომდე ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი იღებდა. ანალოგიურია ბალტიისპირეთშიც კი ვინც ხელი მოაწერა არის სულ ახლა რომ მიიღო. ხო დიახ ხო მე ვამბობ იმას რომ აქ გადაუარეს ყველაფერს. ჩვენ რასაც ვითმენთ ამის მოთმენა მონებსაც არ შეეძლო. არ სრულიად უბრალოდ აი გულდასაწყვეტი ეგ არის და მე ძალიან მიჭირს გარეთ წასვლა ევროპაში ვისაც ველაპარაკი მეუბნებიან რომ რა კულტურა რაზე ლაპარაკობთ თქვენ ჩვენ ვეგონეთ თქო ამას გეუბნებიან ვინიცი აი ჩვენი მხარდამჭერები რომ არიან ჩვენი ხელისუფლების კი არა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები რომ არიან გულშემატკივრები ისინი ამბობენ ერთმა ფულიანმა კაცმა გიყიდათ ჩაგიდო ჯიბეში ხელი ინსტიტუტების სხვა მე ვამბობ ერთ რამეს დავით აღმაშენებელი რო ადგეს დღეს მერტო რას ვეხები ჩვენ და ვიზე ვლაპარაკობ გიგანტზე ხო რომ ადგეს დავით აღმაშენებელი ამნაირ რამეს სხვა იკადრებს რასაც ბიძინევანიშვილი კადრობს მაგრამ რომ დაუშვათ რომ იკადრა მთელი ხალხი უნდა დავდგეთ და უთხრათ რომ დავით აღმაშენებელი კი ხარ მაგრამ ამას როგორ აკეთებ ესე იგი ხედავ დავით აღმაშენებელი იყო უფლო კაცი დავით აღმაშენებელი წესიერი კაცი და წიგნის კაცი და ინტელექტუალი და განათლებული კაცი ჭონდიდელს მოკიდა ხელი და უთხრა რომ შენ იყავი პრემიერიო ეს მოხდა მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო რა რომ კარდინალ რიშელიე შემდგომ გაიმეორა სასულიერო პირი მოხდა რობის თავმჯდომარე პირველი პირი და მე როგორ ხდებოდა და როგორი პატივისცემით იყო დავით აღმაშენებელი მის მიმართ რა წარმოგიდგენია რო გარდაიცვალა 40 დღე ძაძებით დადიოდა საოცარი რა ხომ ამ ორმა პიროვნებამ მსოფლიოს მიცა გიგანტური აზროვნება. არა თუ ამ გაზროვნებას არ უფრთხილდებით, არამედ დიდგორის ომით მთელი დასავლეთის ცივილიზაცია რო გადაარჩინა და გაყარა აქედან არაბები. აგერ ესე იგი ამათმა აღასრულეს. აი მაგაზე ვილაპარაკო. ესე იგი დავით აღმაშენებელი ეთქობა რომ შეცდომა დაუშვია გაუღრიეს ხალხს. სერიოზულად. ნუ აი და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეხლა მე ქუთაისელი კაცი ვარ და ესე იგი დავით და კონსტანტინე ხეიძეები ათრიეს ესე იგი ცოცხალი ადამიანები ათრიეს ქუჩაში და ამაზეა ლაპარაკი რომ ესენი მოვიყვანოთ და ამას ეძახიან რომ დიდი ბიზნესი მოდისო და ყველაფერი რომ ტყუილია და თარას გეუბნებიან რომ აქო ის არისო საიდუმლო და ამას ვერ რა საიდუმლოზია ლაპარაკი რაზეა ჩვენს მიწებს ყიდი პატრიარქმა თქვა რომ მიწას ვერც მეფე, ვერც პრეზიდენტი და ვერც პატრიარქი ვერ უნდა ყიდიდესო. ნობელის პრემიის ლაურეატებმა თქვეს, სასურველი არც ერთ სახელმწიფო არ ყიდიდეს მიწასო, მაგრამ პატარა სახელმწიფოები კატასტროფაა თუ მიწას გაყიდიანო. დიდმა ბრიტანეთმა მოგცა მაგალითი რომ ბრიტანელს არ შეუძლია მიწა იყიდოს ბრიტანეთში. ესე იგი რომ ის ეკუთვნის იქ დედოფალს და ვიდრე ცოცხალი ხარ შენ რო გაზდევენ მიწას გეონი იმჟებს შთამომავლობითაც კი არ შეიძლება რომ გადავიდეს.
დიდი ბრიტანეთია ლაპარაკი, რომელსაც ჩვენ სკოლაში ხვდით, როგორ გვასწავლიდნენ, დიდი ბრიტანეთის იმპერიაში მზე არ ჩადესო, ანუ ყველგან ჰქონდა თელი იმპერია. ის ვერ ყიდის მიწას და ჩვენ ვდუმართ და გამოდიან ადამიანები და ამბობენ იმას, რომ ინვესტიცია მოდის, რაღაცა რომელი ინვესტიციაზეა ლაპარაკი, აი სულ დახურულია ბატონო თემა. აი ერთი რა არის იცით, რომ თამარ მეფეს მიადგნენ და უთხრეს რომ ჩვენთან ხე გამოდიოდა ესეც სახელი ამომარდა თავიდან ახლა უბრალოდ არ მომზადებული ვარ ამ მისთვის უფრო გუში მთხოვეთ თქვენ და ახლა თქვენ ისეთ პიროვნება ხართ და ნუ ამავე დროს თქვენ ისეთი გზა გაიარეთ რომ მე უარესთვის ის საშუალება არ მქონდა და ამიტომ ისე ვერ მომემზადე რომ თორე მინდა რომ ნახვეს რომ თამარ მეფესთან რომ მივიდნენ უცხოელები და უნდათ იყიდონ ის ხე რომელიც ყველაზე საუკეთესოა სოფლიოში გემისთვის არ რპება არ მომგრესდა ესე იგი არის უნიკალური მივიდნენ თამარ მეფესთან შეიკრიბა ეს საბჭორო ყავდა თამარ მეფეს და უარი უთხრეს გაჭირებულ ქვეყანაში რაღაც ხე ვერ გაყიდეს რომ 3-4 გემის აშენება ის ხე არ მიყიდეს ეს არ გააკეთეს რომელი ხელში უხებელი იყო უმთავრესი რაღაცა ამიტომ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაზე რომელზეც ჩვენ ყველანი გელაჩი ვიყავით იქ მივიღეთ ყველაფერი აწერია ამაში აი აგერ ეს წიგნი რო არის რომ 2004 წლიდან იწყებოდა ამ წიგნზე გამოვიდა იმაში რომ წერია არც მეფეს არც პატრიარქს არც ესე იგი პრეზიდენტს არ აქვს უფლება გაყიდოს მიწა ილია მეორე აი ასე ვიწერია ყველგან რაც კი დოკუმენტი გამოდის ჩვენთან აი რომ მოაწერეს ხელი და ნახეთ როგორმა პიროვნებებმა მერაბ ბერძენიშვილმა რეზო ჩხეიძემ ანზორ ერქომაიშვილმა გივი თოიძემ პარიელ ხალხელაურმა თემურ გოგუშვილმა ომარ ხეიძემ არნოლდ გეგეჭკორმა რომან რურუამ რამაზ ყურაშვილმა ესე იგი რეზო ბალანჩივაძემ გიგა ბათიაშვილმა ნუ გურამ დოჩანაშვილი მონაწილეობდა ამათ ხელი რომ მოაწერეს ამაში წერია რომ მიწა არ უნდა იყიდებოდეს უფრო მეც გეტყვი აი მოვიდი გაზეთით ახლა ეს არის წინ საქართველო ვინ ვიყავით წინ საქართველოს დამფუძნებლები დამფუძნებლები ვიყავით ალფაბეტის მიხედვით ვამბობ მამუკ არეშიძე ირაკლი ბათიაშვილი გიორგი კობახიძე დღევანდელი პრემიერის მამა ხამლეთ მელაძე ევროპის აკადემიკოსი ხამლეთ მელაძე ხო დიახ მიხეილ ქურდიანი თეიმურა შაშიაშვილი დავით ჭეიშვილი მერაბ ჯიბლაძე ეს არის საქართველოს მოსახლეობას მიმართ ხელს ვაწერთ ამის ეს არის 2005 წელი 2 ივლისი 2 ნომერი ეს გაზეთი პირველი ნომერი იყო რომელიც მიუძღვენით სწორედ გელაჩი ჩავედით და იმას მიუძღვენით და თელი ამბავი მქონდა იქ რაღაც სასაული არსენ ფოჩხუას ის არის სადაც აი აგერ მოცემული პირველივე ემაზე და სასაული ჩვენ აი ამ გაზეთში ამ მიმართვაში ვიწერია რომ არის რაღაც ისი რომელიც ვერავინ ვერ უნდა მოკიდოს ხელი რასაც ხელი მოვაწერეთ მაშინ ყველაფერი დარღვეულია ერთის შვილია პრემიერ-მინისტრი და დანარჩენი აქ არ მინდა გვარები ჩამოთვალო ამ ხელისუფლებას აკებენ მეუბნები ამას რატომ მოვაწერეთ ხელი რა არის ეს აი აგერ უმრავლესობა მაკედან ვინც თქვენ წაიკითხეთ დღევანდელი ხელისუფლების ადეპტები კი ბატონო აი აგერ თქვენ ნახეთ თქვენ დავითის ზარი მეორე გაზეთი ეს არის დავით ამაშენებლის ძეგლის გადატანა რო უნდათ ესე იგი მთელი ოჯახი გია კობახიძე კაცურად ვიდექით მთელი ოჯახი და აი ვინც ჩამოთვალეთ ესენი და მე 3 ღამე გავათენე იქ სახში არ წავსულობდი იქ ვიყავი რომ არ გადაეტანოთ და შემძელი ამისის და ნუ ახლა მამაზე აღარ არის ლაპარაკი აქ არის მოცემული როგორ გადაგქონდათ ეს ძეგლი და ვამბობდით იმას რომ ჩვენ ამ ძეგლს მაინც დავაბრუნებთ ჯო აღარ არის ესე იგი 2011 წლიდან 11-12 წლიდან აღარ არის სააკაშვილი კაი გადაიტანა სააკაშვილი მამამ ეს ვერ კითხა ბატონო თემო მამა ამაზე ხელი რატომ მოაწერა მთელი ოჯახი იქ იდგა აი ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ რა მე არ ვიცი რა ძალა ვინ მართავს ამას მოსახლეობას მინდა პირდაპირ უთხრა ხალხს მინდა უთხრა რომ აი მასა თქვენი ბრალია ეს გამოთქვა რა მინდა უთხრა რომ გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნისთვის არ უბედურება გარედან მართულია ოპოზიციის დიდი ნაწილი ანუ ის ვინც არის ესე იგი ულტრა ლიბერალი და ქუჩაშია ძალიან ბევრი და გარედან მართულია ურაპატრიოტიზმის აპოგეას წარმოადგენს ხელისუფლება და ოცნება ეს არის ურაპატრიოტიზმის შემეკამათოს უნდა ვინმე რომ ურაპატრიოტიზმმა რომელიმე ქვეყანაში რამე გააკეთა და ან კიდევ ულტრა ლიბერალიზმმა რამე გააკეთა ქვეყნის ასპარეზზე არ არის დარბაისლური ქართული ძალა
დღეს რა არის ამოცანა? აი ხვალეზე რომ ვლაპარაკობ თქვენ რომ გიწერიათ აქ. ამოცანა რა არის დღეს? ამოცანა არის რომ ოპოზიცია იყოს ხალხი. თავარი ოპოზიციური ჩართულობა იყოს ამ პროცესში. ესე იგი, ვიდრე ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რომ ჩვენ კი არ უწოდოთ ჩვენ თავს ოპოზიცია. არამედ აი მეცნიერთა კონგრესი რას ამბობს? ჩვენი ამოცანაა ხალხი იქცეს ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად. მაშინ, როდესაც ხალხი ხელისუფლებამ გაიგო ფერფეში პრაქტიკულად მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შექმნილი და კუჭი იმარჯვებს გონებას. ეს არის რეალობა დღეს, რო გავაკეთოთ პერეფრაზი ჩაგვაყენოთ. სრულფასოვანი რევანში აიღეს. ბატონო, თუ გავეცით თქვენ სიტყვას გარკვეულწილად ბატონო თემოს რა თქმა უნდა ჩვენი კონცეპტუალური საკითხებია, მაგრამ კონკრეტიზაციაზეც შევეხოთ რამოდენიმე თემატიკას. კიდე ნიშანდობლივია ეს ფაქტი, რომ ჯერ ამას შევეხოთ მე რედროც გვექნება. აი სულ ახლახან ქალბატონმა ასე ვთქვათ სალომე ურაბიშვილმა ჩვენს მიერ თუ გახსოვთ ახლა ნოდარნათაზე კიდე ერთხელ უნდა თქვა ესე იმიტომ რომ ამის არ გამეორება შეიძლება თორსა ბატონ ნოდარნათაზე ცოცხალი იყო სადღაც 6 ნახევარწლით ადრე სანამ გარდაიცვალა ხო დაახლოებით ეს ეს დიდი ხნის ურთიერთობა ქონდა ბატონ სალომესთან მის ოჯახთან და ასე შემდეგ და ჩვენ მივედით საკმაოდ ესეთი ფუნდამენტალური ასე ვთქვათ მასალებით მე დავარწმუნე ნოდარნათაძე რომ მას ამის გაკეთება შეეძლო და ეს ღირდა ასე ვთქვათ საქმეთ და მე ჟავია თემური 4 წლის წინანდელ ამას გებავით მათ შორის პაატა ყოღუაშვილი მაშინ ვერ წამოვიდა იმიტომ რომ მოგვეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევდა მისი ფუნდამენტალური ნაშრომები ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობაზე მიწის თეორიაზე და ასე შემდეგ რომელიც საფუძვლად დაედება საერთოდ გეოგრაფიული და საერთოდ საზღვრისპირა მიმდებარე ტერიტორიების და არა მარტო როგორ უნდა იქნას მარცვლეული კულტურებით ათვისებული და როგორ უნდა დავიცვათ საზღვარი სოფლის მეურნეობის ან უნიკალური ნაშრომია უნიკალური ილია ჭავჭავაძედან და მაჩაბელიდან და იმიდან მოდის და ულტრათანამედროვე ფორმით არის ეს ახსნილი თუ როგორ უნდა დავიცვათ და როგორ გაუნკლავდეთ სხვათა შორის სამყაროში არსებულ ასე ვთქვათ ყველანაირ გამოწვევებს ეს საუბედუროდ ამის აღიარება და ამის გაცნობები ვერ ხდება და მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ესეც უნდა იყოს ასევე ბატონი გევის ჩვენ მეგობრის უზენაესი საბჭოს წევრის ასევე ხაზგასმით მინდა აღნიშნო მისი ინტეგრალური რესურსების თეორია ფრაგმენტები აკინძული შეიძლება დაუტოვეთ ბატონო თემო იძულებული ვარ კიდე ერთხელ ვთქვა ეს დაუტოვეთ გაფორმდა ეს ყველა შენახული მაქვს ამის ასლი სხვათა შორის რომ ჩავაბარეთ კანცელარიაში და გარდა ამისა კიდე პოლიტიკური საკითხებზეც იყო ლაპარაკი როგორ უნდა მოგვეხერხებინა აი ამ არჩევნებიდან კრიზისი და ადამდელი და გარდამავალი არჩევნები ტექნიკური მთავრობა მისი უზრუნველყოფა და ასე შემდეგ და მაშინ ძალიან შორს დაიჭერა შეიძლება ითქვას ისე რომ ბატონი ნოდარიც რომელიც მისი ძალიან კიდევ ახლობელი იყო და პოლიტიკური თაყვანისმცემელიც თავისებურად მასნაც კი გაოცება და უკმაყოფილება ვერ დამალა შეიძლება ითქვას ახლა ჩვენი გავაკეთეთ და შემდგომ ერთი ორჯერ კიდე უზენაეს საბჭოს წევრები თუ გახსოვს მოგვიპატეჟა სალომე ურაბიშვილმა ჩვენ მივედით და კიდე ერთხელ გავუმეორეთ სხვათა შორის და შარშანი ამის შემდეგ კიდე სულ პაუზა იყო რა არაფერი და შარშან აი ერთი ერთზე შენახული მაქვს ეს მასალები რო იცოდეთ ხაერზე აბე არასოდეს არ ვლაპარაკობ თქვენ კარგად მეცნობ და თელესაზოგადოება შენახული მაქვს ეს ინტერვიუები ამის თაობაზე ბატალ ყოღუაშვილის ინტერვიუები სხვათა შორის ტელევიზიებში ერთი ოჯახის წევრებს შენახული აქვს ეს ვისაც აინტერესებს წარუდგენ აი ეს თუ რა როგორ მოიქცა რა ეს რა რატო გააკეთა ეს რა პოზიცია რა არის ან პოზიცია და ეს გაიმეორა წაიღო როგორც ასეთი და ვისთან ერთად დაიწყო ვითომ ამის გაკეთება იმ
არ მინდა ეს სიტყვა თქვა, მაგრამ ხელიდან წასული, ხელმოცარული შარახვეტია პოლიტიკოსებთან ერთად თუ გახსოვთ ეს რა მოიწვია რაღაც ეს რითი დამთავრდა აბსოლუტური კრახით რა. არც კი განუხილავთ ეს სხვათა შორის ეს რაღაც სიტყვის მასალად გამოიყენეს ეს და ერთი კვირის წინ ბატონო თემო ისევ შემოაგდო ეს თემა რა. აი ეს თემა ზუსტად რასაც მე თქვენ გელაპარაკებით 4 წლის წინანდელი ჩვენი კიდე გიმეორ ინტერვიუები მაქვს აქაც ამაქვს ერთი წამოღებული. კიდევ ერთხელ ეკა ვესელია სახელით და იმის და გუშინ წინ კიდე ახლა ახალი შემადგენლობის ის მოიწვია ეთქობა იმ ფორმატში ამოიწურა ეს და ეს პატიმართა ოჯახის წევრები რო არიან რომლებიც თავი აქვს გადადებული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და აქტივობის მაღალ ნიმუშს წარმოადგენენ თავის შვილებთან ერთად რა თქმა უნდა იმათთან მოინდომო ახლა ამის გაკეთება. გამიგეთ ახლა და თქვა რომ ახლა თუ გარკვეულწილად დახურული იყო კარები აქამდე და მხოლოდ ელიტარული პოლიტიკოსები იყვნენ ახლა მანდ. მხოლოდ ელიტარულები რომლებიც ზოგი ახლა გერმანიაშია, ზოგი იქ არის, ზოგი აქ არის, ზოგი წაგებული არჩევნები და ასე შემდეგ და გაუბედო და რაც თავარია ყველაზე დიდი დანაშაული ხაზგასმეთ მინდა თქვა ყველაზე დიდი დანაშაული რაც ამ მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გასულია ეთქობა ვინც არ შეუშვეს პარლამენტში ხო ვისაც გაუყარბეს ხო მართლა გაუყარბეს მათი მთავარი დანაშაული არის ბევრ ცოდვებთან ერთად რომ მათ დაასამარეს ფაქტიურად კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა. დიდი ხნით ყოველ შემთხვევაში და მისი რესტავრაცია, მისი ამოწევა, მისი ახალ სიმაღლეზე ისა დააყენეს ძალიან დიდი ძალისხმევის ქვეშ და ჩვენი ერთ-ერთი ბატონო თემო და მათ შორის აი ამ მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს ტექნოლოგიურად ეს უნდა უზრუნველყოთ. აუ ისე ლაპარაკი ზედმეტია. ახლა რაც სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია თავის თავზე მოერგო, ხო? შემდგომ ხო ამის შემდეგ კოალიციური მთავრობის ასე ვთქვათ იდეა არის უალტერნატივო, ხო? ყველა თუმცა შეზღუდული ადამიანებიც კი დაგვეთანხმებიან, ხო ამაში. ანუ გამოსავალი რა არის? ეს უნდა გავაკეთოთ, როგორ ვაკეთებთ, რანაირად ვაკეთებთ, რა ძალება უნდა მიიღოს მონაწილეობა, რა სტრუქტურა უნდა იყოს ამისთვის გაკუთვნილი, როგორ უნდა გავაფართოვოთ ეს არეალი, ის შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც თქვენ ახსენეთ და კიდე მე სხვასაც წავიკითხავ, ეს დოკუმენტი კიდე მაქვს მოტანილი, როგორ უნდა გავხადოთ აუცილებლობა, როგორ უნდა დავანახოთ, რომ აი ეს ამ იდეას რეალიზაცია წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს რა 220,000 კაცი კიდე გამოვიდა და კიდე სილა გააცნა ხელისუფლება შეიძლება ითქვას და დაუმტკიცა რომ ჩვენ არცად არ წამსვლავთ ჩვენი ინტერესები არის ისევ შეუცვლელი და ესე კარგი იქნებოდა რომ პოლიტპატიმრების გამოშვება აუცილებლად მე ჩემ ყველა გადაცემაში პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გამოშვებას ვითხოვ როგორცაც პერსონალურად და არა მარტო პერსონალურად და მეორე იყო სამართლიანი არჩევნები ოღონდ გარკვეულწილად აქ უკვე რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ. აი ეს კომპლექსური პრობლემების წინაშე ვართ ბატონო თემო და რაღაცნაირად ჩვენ ამას თავი უნდა გავარკვათ. ყოველ შემთხვევაში და ერთმანეთთან ისასვლელი გზები და ის ინტეგრაციის და აი ამ მთელი ამ უზრუნველყოფის მექანიზმი რაღაც დონეზე უნდა მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ საუბარში მოხდებით აზრობრივად ახლა ყველაფერზე ჩვენ შეთანხმებული ვართ მეცნიერთა კონგრესი განავითარა შემდგომ ესენი გახსოვთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ეს არის გაცილებით უფრო მაღალი დონე რომელზეც ჩვენ ვართ შეთანხმებული ვიდრე ვთქვათ ის როგორადაც ოპოზიცია ლაპარაკობს კოალიციური მთავრობაზე და ასე შემდგომ ამიტომ მაგრამ მოდი ერთი რამე მინდა მე დრო ისე გარბის რომ მე არ მინდა რომ დრო ბევრი დავკარბეთ ჩემს იმაში მაგრამ მოკლედ გეტყვით პირველი ვისთვის იყო საეჭვო რომ საფრანგეთში მოღვაწე ქალი რომელიც იქ იყო ესე იგი ძალიან საკმაოდ მაღალი დონის დიპლომატი ვისთვის იყო საეჭვო რომ იგი საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო ეხლა ვისთვისაც ის იყო საეჭვო რომ ერთმა ხელი მოუმართოს მე არ ვეკამათებ ბიძინა ივანიშვილის იმ ეტაპზე ესჭირდებოდა ხო მოდით ერთ რამეზე ვთქვათ რომ რაც ბიძინა ივანიშვილის გაუკეთა ეხლა უნდა ამას შეგნებულად თუ შეუგნებლად გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად ყველაზე მეტი კეთილი საქმე რაც გაუკეთა ბიძინა ივანიშვილის რომ გაეხანგლებებინა და თავისი ხელისუფლებაში ყოფნა ეს არის ერთ-ერთი არის სწორედ ეს კალბატონი
რეალურად მან ისეთი კურსი აირჩია, თქვენ რაც ბრძანეთ, და მე შეგვიძლია დეტალებში არ შევიდე, მაგრამ როდესაც მივედით მეცნიერთა კონგრესი, ჩვენი წერილი რა იყო, რომ ნუ გახდები მხარე. ამოცანა იყო მხარე, რომ არ გამختارიყო პრეზიდენტი, ანუ არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება, რომ არ გამختارიყო მხარე და დაგვეღო ის კურსი, რომ ხალხი ვაქციოთ ოპოზიციად და არა პოლიტიკური ძალები, მით უფრო ხლა როგორ შეიძლებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის იყო დიდი მხარდაჭერა, რომ ხაზარაძეს ეთათბიროდა ხაზარაძე, იმიტომ რომ რეალურად ვინცაა ქვეყანაშია თუ ქვეყნის გარეთ დაქცეული ბანკების მიერა, არა მარტო ხაზარაძის მიერ, მაგრამ ბანკების მიმართ არის აღრენილი ხო ხალხი და სწორად. სწორად არის, იმიტომ რომ მევახშეების საწყარო არიან. კი, მაგრამ შენი ხალხი არის ხო ესენი, ვინ უჭერდა მხარს მაშინ ამ იმაში არა, ამიტომ როდესაც ოპოზიცია შექმნა ესე იგი მეცნიერებს უთხრა უარი პრეზიდენტმა თქვენს მეცნიერები ხარ ესე იგი თქვენ აღჭურვილები მივიდეთ თქვენ ჩამოთვალეთ გარებიდან ჩვენთვის საყვარელი პიროვნება აც გარდაცვლილი 1 და 2-ია მაგრამ აი ვინც მივიდა სიყვარულით რომ პოპულაციას დაგდა თელი საქართველო ხო ესე იგი ამაზე ერთ-ერთი სერიოზული მეცნიერი იყო და არა მარტო ფილოსოფოსი, არამედ რუსთაველის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავი გურამიშვილი. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში სიმაღლე, აპოლოგია. ნამდვილად. ამის იმით, ამიტომ ეს იყო ეს კაცი, არა? და ესე იგი, აი ამ ადამიანებს მეცნიერებს უთხრა უარი, ანუ რაც აწყობდა ბიძინა ამანიშვილს. ბიძინა ამანიშვილს აწყობდა ისეთი ხალხი ოპოზიციაში, რომელთაც ავტორიტეტი არ ჰქონდა ხალხში. როგორ შეიძლება ხალხში კონდეს ავტორიტეტი იმ ხალხს, ვინც ბიძინა ამანიშვილისგან მილიონები რო აქვს მიღებული და ბიძინა ამანიშვილი რო გამოდის, რომ შენ მოდი და ფულზე მევაჭრებოდი. შენ მოდი და რამდენი მომთხოვე, შენ მე 1 მილიონი მოგეცი, შენ პარლამენტში იჯექი და იძახი. შენ გაშველებით უკაცრავად რა ნიშნავს რესპუბლიკურ პარტიას გახსოვთ რა უქნა 4 უმნიშვნელოვანესი ისმისა პარლამენტის თავმჯდომარის სახით და შემდგომ უკვე და 3 მინისტრი მისა უმაღლესი თანაც. და ამ რესპუბლიკურმა პარტიამ აი ამ ხელა ასე ვქვა დივიდენდები ვერ გამოიყენა. არა თუ მაგაზია, მოდი ახლა რადგან თქვენ რესპუბლიკური პარტია ახსენეთ ახლა. ბიძინა ივანიშვილზე რატომ მოდიხარ ხელისუფლებაში თუ ეს არიცი რომ სოროსის ფონდს ყავდა 2 ხელმძღვანელი. ერთი იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მეორე დირექტორი. ერთი იყო ქმარი და მეორე იყო ცოლი. ამიტომ რომ მეუბნები რომ მე დღეს გამოდივარ deep state-ი და არც იციან ვინ არის deep state-ი. deep state-ი ქვია მოაზროვნე ადამიანთა გუნდს, რომელიც გავლენას ახდენს ხელისუფლებას. ჩრდილოვანი მმართველობა. ნუ პრაქტიკულად რო ვთქვათ ასეთი გუნდი ყველას ყავდა. თავმჯდომარემ თვითონ შექმნა ასეთი გავლენა მოეხდინა. ესენი რას ეძახიან deep state თვითონ არიციან, მაგრამ deep state-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი ეს ბიგის ბანკირები არიან, რომელსაც ესენი ფერქვე შეგებიან და წითელი ხალიჩებით მიიღეს სოროსს საქართველოში. სოროსზე გაცილებით მეტი ფული მე მაგ დახარჯული რევოლუციაშიო ბიძინა ივანიშვილის ეთქვებია ბატონოთემო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ იმას, რომ აი ესე იგი ნახეთ თქვენ ახლა ჩვენ ხვალ რომ გავიკვლიოთ გზა სწორად ხვალინდელი დღე ეკუთვნის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას. რა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება? ჩვენ ახლა ამ კონცეფციას ჩვენ ყველანი ხო წარმოვადგენთ, ეს არის რა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა პარტია, მაგრამ პოლიტიკოსებისაგან თავისუფალი იქნება პროფესიონალები, იქნებიან ეს იქნება პარტიული პარლამენტი იქნება პოლიტიკური ორგანო, მაგრამ არა პარტიული. საქართველო არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ორგანო, ყოველთვის იყო რომელიღაც პარტიის ამბიციების ორგანო. აი მეცნიერთა კონგრესმა შემოიტანა ის, რომ რეალურად პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო, მაგრამ არა პარტიების და არა პარტიული. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რამ და უნდა გითხრათ, რომ თქვენ ეს იცით, მაგრამ ახლა მოსახლეობ ხალხისთვის ვინც უყურებს, იმათთვის ვამბობ, რომ უცხოეთში ვისთანაც კი საუბრობთ ამ კონცეფციაზე, ყველა ამბობს, რომ ამ კონცეფციას თუ თქვენ გამოსდით საქართველოში და ამას დიდი მომავალი აშკარად ექნება, ეს შეიძლება მსოფლიოში ძალიან ბევრგან. ეს არის ჩვენი მეცნიერების გამოგონება. ვინ არც იხილავენ ამას, ვეუბნებით, რომ მოდით და პარლამენტში გამოვიტანოთ და კაი თუ არ ვარ ხალხმა თქვას უარი, თქვენ რატო გაწუხებთ ეს ამბავი და ჩვენს ავტორიტეტს კოალიციური, უკაცრავად კოალიციური მთავრობის თავარი ამოცანა უნდა იყოს სტრატეგიულ სასიცოცხლო ინტერესების კომპლექსების ერთიანობა. ესე იგი რა არის იცით დღესაც კი ბიძინა ივანიშვილი რომ ეროვნულად მომართული კაცი იყოს კოალიციური მთავრობის გარეშე შეუძლია თქვას რომ
კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ნიშნავ ოპოზიციის არომატს. აუცილებლად. ეს ერთი, მეორე თქვა, რომ მოსამართლეებს ირჩევენ რაიონებში. რა ატეხეთ ადგილებზე. ვირჩევთ ადგილებზე. პოლიციის უფროს არ ნიშნავს მინისტრი და არ არიან ფულზე. ნიშნავს რეგიონები ირჩევენ თვითონ. კონტროლ აუდიტი ვინც არის ადგილობრივი ფულია, ხო, მისგან რატომ თბილისს რატომ დააკონტროლდეს? ირჩევენ ადგილზე. მასწავლებლები განათლების საბჭოს ირჩევენ ადგილზე. ყველაფერ ამას აიღებდა და ყველგან იტყოდა მინისტრის მოადგილედ მე ვნიშნავ ოპოზიციის წარმომადგენლებს ყველგან თითო წარმომადგენლებს. არავით არის პრობლემა ეგის ბატონო. ძალიან მარტივად ხდება ეს. ერთ გადაწყვეტილებას მივიღებდი მარტივად ჯვარიკოს საიმსიისა, რომ ვიზეთს მინისტრის მოადგილე მაღალი თანამდებობის პირი ვიზეთს რაიმე გაზეთში დაიბეჭდება ან ტელევიზიით გადაიცემა თუ არ უჩივლებს იმ ჟურნალისტს რო ეს ტყუილი თქვი მაშინ ხსნით თანამდებობიდან დამთავრებულია ხო ეხლა მე ეს გამოვცადე ქუთაისში რა გვერდი მითხარიდი ვინმე თქვენ რო გამოცდილება გაქვისა გამოვცადე ქუთაისში უბრალოდ მე არ მქონდა და დებურ გიორხელიძე მოვიყვანეთ და არ უნდა არავის რომ მივეცი რეკომენდაცია რა ჩვენ ახლობლები და მეგობრები კი არ ვიყავით ამოდიოდა და ილანძრებოდა ქუჩაში და ქონდა ტელი ისინი რა ნუ მე ვღარი მოდი აგერ იყავით და თვითონ გამორიცხული მე არ დამნიშნავსო მაგრამ მივედი პრეზიდენტის დონეზე მომიწია მის და ვეუბნები რომ თუ მე წესიერი კაცი ვარ მე ნიშნავ ფულის მხარჯველს მე როგორ ვაკონტროლო ის საქმე ვაკეთო თუ ის ვაკონტროლო როგორ ნიშნავენ ისინი ფულს იყოს ეს ოპოზიციის წარმომადგენელი მეთქი მე თვითონ გადავწყვიტე ხო ეს გურამ გაბუნია ჩვენ აუ ბატონთო ხო დეტალებში ნუშევ დრო არ შევდივარ დეტალებში მაგრამ მე გეუბნები გასაგები 100%-იანი მე მეორე ოპონენტთა საბჭოს შევქმენი თვითონ მე ვიყავი საბჭოთა პერიოდში ოპონენტთა საბჭო ანუ ყველა პარტიას უთხარი მოიტანეთ და მე ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი განიხილეთ ოპონენტთა საბჭოზე და გურამ გაბუნია პროფესორი დოქტორი ცნობილი პიროვნება იყო თქვათ ხელმძღვანელი ამ ოპონენტთა საბჭოსი რომელიც იყო ზვიად გამსახურდიას ბოლომდე დარჩა ერთგული და ერთგული და რაღაც რატო გეშინია კაცო თუ კარგ და ეროვნულ საქმეს აკეთებ ისინი მე მეუბნებოდნენ რომ ჩვენ გეშინია შენ რა გადაწყვეტილებებს იღებოდა მე ზოგჯერ მეხვეწებოდნენ არ მიიღო რა ეს გადაწყვეტილება რაღაცას გიზამენ მე მიცავდნენ წარმოვიდგენია ამას რო უნდოდეს ეს ამის გაკეთება არ უნდა ეს რეალურად მიდის სხვა გზით და სამწუხარო არის ჩვენ და მე არ ვიცი რა ამის იმით ბაგრატელის აი ხალხი მერაზე მწყდებული რომ ესენი ამას აკეთებენ გასაგებია მაგრამ აი თუნდა ჩემგომი საუბრისთვის ერთ თემა მინდა შემოგთავაზოთ ნებისმიერი ხელისუფლება არჩევნების წინ ლაპარაკობს იმას რაც გააკეთებს არჩევნების შემდგომ აი ეხლა მე გეუბნები თქვენ ამათ შემოიტანეს და გააორმაგეთ ჯარიმები თუ გაასამაგეს ვინმე თქვა რომ გააორმაგებდნენ არჩევნების წინ არა ემიგრანტებზე უფლებას არ თმევენ ვინმე თქვა რომ ამას გავაკეთებ თუ არა მოლდოვაში რა ემიგრანტებმა გაამარჯვებინეს და იმაში აშინათ მიწას ასე მოვექცევითო ვინმე თქვა რომ გავყიდით არაბებს მოიყვანო მე არ გამიგონია ესე იგი უმწეუებიო 200,000 გაზარდეს ერთ წელიწადში არჩევნების წინ ეხლა ამბობენ ბევრი არიანო ვინმე ფიქრობდა რომ განათლების ასეთ კანონს შემოიტანდნენ სადაც კორპუსები უნდა გავყიდოთ და ესე მე-12 კლასი უნდა წავშალოთ ანუ არჩევნები ჩატარდა 2-3 თვის წინ 2-3 თვის წინ არ უთქვამთ ერთი ისეთი რამ რაც რომ გაიმარჯვოს არჩევნებში სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებენ რაც დაპირდნენ იმას არ აკეთებენ რაც არ დაპირებიან იმას აკეთებენ მოკლე რეცეპტი თქვით ბატონ თემო თორე დაგვაჯარებენ ხალბატონი მანანა დაგვაჯარებენ მოკლე რეცეპტი არის მარტივი როდესაც ჩვენ ვითმენთ იმას რომ ეს ხელისუფლება რაც დაპირდა იმას კი არ აკეთებს პირიქით კრიმინალიზაციას ახდენს არ დაპირდა იმას აკეთებს და რეალურად ეს ყველაფერი ხო ხედავ გაჩერდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ისეც იღრმე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის კაცის დაჭერა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის სისტემა ამან სისტემა არ უნდა უბრალოდ ერთი კლანი უნდა ჩაანაცვლოს მეორე ჩაანაცვლოს მეორე კლანით და დამთავრდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კარგი ბატონ თემო მადლობთ ამოუწურავი ახლა ამ თემაზე ლაპარაკი მაგრამ იმ თემაზე რომ გითხარით იმასთან ჩვენი პოზიცია მკაფიო უნდა იყოს ასეთი აუცილებლად ან ვიწვევ მაგათ საპოლემიკოდ ოღონდ სტრატეგიულ საკითხებზე თუნდაც აი ახლა რომ ახალი ადმინისტრაციის შექმნის ეს რო და სამხრეთ ოსეთში ეგრეთ უკვე შემოაგდეს ეს თემა დანაშაულებრივი და 72-მა დეპუტატმა მოვაწერეთ ხელი 2007 წელს არის ეს ამ ტექსტ წინა გადაცემაში წავიკითხე და
უსერიოზო ესე დოკუმენტი არის, მსგავსი წარმონაქმნი აუცილებლად უნდა გაკეთდეს საკონსტიტუციო ასამბლეის თემაც. სააკაშვილმა მაშინ დაიჭირა პრაქტიკულად გოჩა წასუხოვი, რომელსაც ჩეხავას ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყავი, ანტკეჭი იყარებოდა, გოჩა წასუხოვმა უპასუხა. ესე იგი, არც ოსებისთვისაა, კარგი და არც ქართველებისთვის და რატო მე ახალი ფიგურა გამონახა იმის სახით. კი, როგორც კი უარი უთხრა იმან, უთხრა რომ ან ეთანხმები ამას, ან შენი ბიზნესი გახდება ნოლიო და წაართვეს ყველაფერი. აი ამ წიგში უწერია ეს ყველაფერი, რომ და ეს მე შემდგომ სააკაშვილმა ხელმო გამოიყენა ორი სამხრეთ ოსეთის შესაქმნელად და დიმა რაგვარი იყოს დიმა სანაკოევი დასვა ორი სამხრეთ ანალოგია ხალხსებული რასაც ჩვენ ვიწყებთ ანალოგიური გააკეთა აფხაზეთთან მემკვიდრეები აკეთებენ იმას რაც უფლებასაც ხალხი აზრს მოსახლეობა სამწუხაროდ ამიტომ დავანებოთ იმათ თავი და ჩვენ მივხედოთ ჩვენს უფლებებს ამ ქვეყნის ბატონ პატრონი უნდა იყოს ხალხი და არა ხელისუფლება ხელისუფლება არ არის უფროსი ხელისუფლება არის მსახური ამ კომპლექსიდან უნდა გამოვიდეთ აუცილებელად შემთხვევაში არაფერი არ გამოვა აი მაშინ გვექნება ხვალე მაშინდელი და ხვალე იქნება მაშინ როცა გუშინ დღეს ხვალ გაამთლიანდება და გაერთიანდება და ერთი კონცენტრირებული სივრცეს იპოვებს ახალი სივრცეს მოსაპოვებლად გმადლობთ აუცილებლად გაღრმავდება ეს ურთიერთობები განსხვავებული მოსაზრების ადამიანს დაუპატიჟე მათ შორის კრიტიკულად ვისაც მიუდექი აუცილებლად თუნდაც ეკაბესელია იქნება თუ პრეზიდენტის წარმომადგენელი თუ ასე შემდეგ და ღია სივრცე ყველასათვის და მინდა იმედიანად დაგეშვიდობოთ მიუხედავად იმისა რომ უმძიმეს ვითარებაში ვარ. კარგად ზანდებოდეთ მაგრამ აგრეთვე